მაინც ფრთხილად გადი, ხო? არავინ ვარ დაკინავს. ძალიან კარგია რომ არავინ არ შეგვამჩნია. ხო. კაჯაიები გვერდით სადარბაზოში ცხოვრობენ, ხო? ჩემი მეგობარი გაიცანი ელენე, ნინო. მაკა? მაკა? ხო. მაკა, ნინო, ეს სახელები მეშლება ერთმანეთში ძალიან. არ მითხა ლაშა ეხლა ის ჩემი ნათესავიო, ხო? შორეული. შორეული ნათესავი. ისე გაგიხმება შენს თავი. ლაშა ვიძია. რას აკეთებდით? ეს სკოლაში არ მიდის? არა თქო უთხარი. ნიკა მიდი შენ იქით დაჯექი. ხო, უთხარი ბავშვს, ხო, უთხარი, რას აკეთებდი? ხო, ლაშა, რას აკეთებდი? ძალიან მაინტერესებს, უთხარი, რას აკეთებდი? ხო, თქვი, რას აკეთებდი? რას? მოიცა ელენე, შენ ვერ ხვდები რას ვაკეთებდი? ლაშა, ეხლა იცი მე შენ რას გეტყვი? ერთი წუთით. და მეც ვის გაგეცილებ, ხო? აი, დაგირეკავ მე. დროებით დაგირეკავ თუ გადავრჩი. დაიწყეთ. არა, ლაშა, როგორ არ გწვენია? ნიკა, ადი ოთახში და ავალ ოღონდ იმ პირობით თუ ლეკს მიყიდით. ნიკა, ხო გითხარი, კორპუსის ბინაში ძაღლი არ შეიძლება. მიდი, კარგით რა, ლაშა ბიძას ტიტველი ქალების მოყვანა თუ შეიძლება ჩეს. ლეკის მოყვანა რა თუ არ შეიძლება. რა ლაშა, როგორ არ გწვენია? რა მაგალითს აიღებს ნიკა, შენგან რომ გაიზრდება? რა მაგალითს აიღებს რომ გაიზრდება, მადლობას მეტყვის. არა, ჩვენ სახლში რომ არ ვიქნებით, მაშინ ერთი წუთი მართლა, ეხლა ერთი წუთი. შენ და ნიკა, დედაშენთან დარჩენას არ აპირებდით დღეს? ვაპირებდი? მერე რა მერე? გადავაპირე, ბოდიში რომ საკუთარ სახლში მოვიდომე დაძინება, ბოდიში, ლაშა. გადააპირე? ხო. ნუ თუ გადააპირე, მე რა შუაში ვარ, ვერ გავი. ელენე, დაამთავრე შენ? კი. ეხლა მე ვეტყვი. აი, ამდენ ხას ვზივარ ამ ხელა ქალი ჩუმად და გისმენ. ლაშა, როგორ არ გწვენია? ლაშა, ეს როგორ გამეკეთე, როგორ არ გწვენია, ლაშა? ისი უნდა შემწყვეს ისე პრინციპში. რისი და ამ ხელა ქალი ვარ, არ გწვენია? მე რომ ამ ხელა ქალი ხარ, ამ ხელა ქალი რო ხარ თქვენ რა, მე მაგიტო აღარ უნდა მე რა არ უნდა მითხარი რა არ უნდა მითხარი დაამთავრე რა უნდა რა ხო კარგი ხარ, მწვენია და ვერ ვამბობ, ხო? ეს რა გამიგეთეს რა. ახო, ეს რა გამიგეთეს რა. ოხრა დღეში ვარ. რა მოხდა პაატა? არ იცი რა მოხდა. რომ არ ვიცი, იმიტომ გეკითხები რა მოხდა. რა მოხდა და ჩემს მოგერათ, ნუ აიყვანეთ სამსახურში, მე კიდე უარით გავამიშვი და ეს მოხდა. ვითომ არ იცი ახლა რა მოხდა? ვიცოდნია. კარგი რა, ხომ აგიხსენე. კარგით, ეხლა არაფრის ახსნა არ მჭირდება, რა. მე შენ სამსახურში არ ამიყვანე, მე კიდე შენი გულისთვის მდინარეში გადავხდი. მდინარეში არა, რუში. რაც არის? თან გადავხდი კი არა ჩავარდი. და ჩემ გამოკია რა ბაყაყს მისდევდი და იმით. კარგი რა თეკლარა. მე ვისთვის მინდოდა ის ბაყაყი შენთვის არ მინდოდა, აჰა? რითი ჯობია ერთი? რითი ჯობია? ნუ გეკითხები მე რითი ჯობია? ნუ რითი ჯობია? ასაკით. კიდე? წონით, მონდომებით. მართლა როდესაც დო ბამაშენს? პატარა, კარგი რა, რადგინა მუშაობა, იცი რა მოსაწყენია პატარა. სამსახური სახლი. მოსაწყენია ძა. და ის არ არის მოსაწყენი სახლი. ეგ არის მოსაწყენი, ჰა? კვერცხები მაძრებინებს თორე. რა ვიცი მე რა დღეში ვიქნებოდი, თავს მოვიკლავდი ალბათ, რა ვიცი. კარგი რა, ხო იცი როგორ მიყვარხარ და ჩემი და შენი ურთიერთობა ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. პატა, მართლა არ მეგონა ესე თუ გეწყინებოდა. აუ იცი რა არის, ნერვებს მიშლი რა, იმიტომ რომ სპეციალურად მოდიხარ და მეუბნები ისეთ რაღაცეებს, რომ ვიცი მე რომ შეირიგდები უცბად და არ გეჩხუბები და მე უნდა მოხვიდე რა ჩაგეხუტვა ეს ნამუსო.
აშა, ამ ამბავს მთელ უბანს მოვდებ. მოდით მე მთელობას რა მოხდა ახლა გოგო მეგობარი გოგო მყავდა ოჯახში ჩუმად დაპატიჟებული რა ჩუმად ლაშა ეს არაფერი მაგრამ მე რო გავაფორმებ სხვანაირად და მოყვები უბანში თავი აღარ გამოგეყოფა აი მე ერთი სიტყვით ლაშა ეგეთი უმსგავსო საქციელი მეორედ არ ვნახო ამ ოჯახში რომ შენ გააკეთო ლაშა ნუ შემაძურებ ამ ოჯახში შემოსვლას აი იტოდე ჩემი ფეხი აღარ იქნება ამ ოჯახში მაგრამ შენთან არ მოვალ, მაგრამ ჩემ ელენასთან მოვალ ხოლმე ხშირად. კარგით რა, ნუ მიგიცოლა რა, კარგით რა, მართლა და მართლა რა. ასეთ უმნიშვნელო რაღაცაზე ასეთი ამბავის ატეხვა შეიძლება არ მწვენიათ, ა? აიმე, კიდე მე უნდა მწვენოდეს, ხედავ რა უნდა მუსოთ მეუბნება ელენე, კიდე მე უნდა მწვენოდეს, იმის მაგივრად ლაშა, რომ სამსახურში იყო მთელი დღე და ჩემ ხელფასის მომატებაზე ფიქრობდე. ვიღაც გოგები ამოყავს აქ და რასაკეთებ არავინ არ იცის. რას ვაკეთებ ხო? აი რას ვაკეთებ? რას ვაკეთებ? ამ თქვი აბა მითხარით რას ვაკეთებ? რასაკეთებ და ბავშვი აქ და ვერ გიტყვი. არ მესმის. კარგით რა ნუ მიცოლა რა. ელენე, რეჰანი ხო არა გაქვს. აჯაბ სანდალი მინდა გავაკეთო და რეჰანი კეთდება. მაიმე მართლა არ მაქვს ხალბატონო ნუნუ არ მაქვს. არა გაქვს? არა უშავშობა, შენ მაგაზე არის რატო. მე ახლა სტურვებთან ჩავალ, ამ ამბავს მოუყვები, რეჰანს კი არა მთლიან ქვაბ აჯაბ სანდალს მოწე. ლაშაშვილო ისე როგორ რომ მყევეს ყველაფერი ისე კარგად დავიცალე რაღაცნაირად იცი და კარგ ხასიათზე დავდექი ლაშიკო წავალ ახლა კარგი რა მართლა ელენე რა მოგივიდა შენ კიდე რა რატო მიბრაზები და ნუ მიყურებ ეგეთი სახით ეგეთი თვალებით ნუ მიყურებ რა მოხდა ეს გოგო მუშაობს ტელევიზიაში და მე და თეკლა კარგი ხა მართლა გეუბნები მე და თეკლა ხო ვაპირებთ ამ კაფეტერიის გარეკლამებას ხო და მითხარ რომ რეკლამა გადაიღეთ თქვენ და მე გავუშვებ ტელევიზიაში მართლა ეგ იყო და ეგ მეტი არაფერი ახლა ნუ ელენე კარგი არ დაუჯერა ვერა გაწყვეტ არა მართლა ტელევიზიაში მუშაობს ელენე მართლა ტელევიზიაში მუშაობს მართლა კარგად გითხრა დედას გეფიცები. თუნდაც არ უთხავს მართლა. როგორც კი რამე ვაკანსია იქნება ჩვენთან პირველ შენ გეტყვი. უბრალოდ ეხლა არ გამოდიოდა ვართ სამსახურში მარტო მენეჯერი, თანაშემწე და დირექტორი. და ის გენერალური დირექტორი არ გჭირდებათ? კარგი პატარ, აი წარმოიდგინე შენ რომ ეხლა დაიწყო მუშაობა. მე ამ კვერცხებს რას უზავ? მაშინ დავიყვანოთ ძიძაძი და კიდევ ისეთ სითბოს ვერ მისცემს კვერცხებს, რასაც შენ განიღებდა. კარგი, ხო ასე არ მინდა თეკლა არაფერი მე თვითონ ვიშოვი სამსახურს და ახალავე დავიწყებ მუშაობას. აი სად და აქვე აი ამ წამს აი აქ დავიწყებ ახლა მუშაობას. მივდივარ ახლა სამსახურში. რამდენ დაწყნარი სამსახურში მიდوار არ ცალეო მუშაობ შენი ჭირი. ჭირი და ვიბარებ რადიატორებს. ჩავწრი და შესაბამისად ჩავიბარებ რადიატორებს. მორჩა დღეს დავიღალე დავამთავრე მუშაობა. პატარ, მე უნდა წავიდე და ფულს თუ მიხსენებ საერთოდ შენი. ფულს თუ მიხსენებ არ მჭირდება, არ მინდა მე შენი ფული, მე თვითონ რაღაცას ვიშოვი, ჩემი რაღაცას იმას ჯერ ესეთი მე რაღაცა მექნება სადმე გადანახული და ვნახავ და რაღაცას ვიზავ. არ მინდა შენი ფული. და ეს ფული გონია ყველაფერი ეგრე სად არის? სად წავიღებდი ხა რაღაცა მექნება, აი თუნდა რაღაც მქონდა გადანახული და სარაფერი არ მაქვს. სად ხა ეს ფული სადღაც იქნება შენახული მაგრამ მაგიდისკენ ნახე. მაგიდისკენ ჰაწავედი აქ რა ტრიკოცხები აქვს. მაგიდისკენ. პატარა მაგიდისკენ აქ მე ფულს არ ვინახავ აქ. აქეთ პატარა მაგიდისკენ ნახე. სად რომელი პატარა მაგიდისკენ? თეკლა აქ არ ვიჯექი წაგა ფული არის დო აქ. სად ნახე თეკლა არ. აჰა გივიცახდი არა. აი გენიუსი ვარ რა. ხო ამბობდი, აი გენიუსი ვარ რა. სადღაც შენახული კაცი ვარ, ხო იცი მე რაღაცა მექნება გადანახული. ამბობდი მე. ხო, კარგი. ხო, კარგი, წავედი. წახვედი? კარგი, კოცნი. მეც. ისა თეკ ეს რა იცი ხა ეს 10 ლარი არ მეყოფა და მიდი რა 10 ლარიც დამიმალე სადმე რა მიდი.
აი მანდა მაგაში ჩამალე ხო? მიდი ჩამალე. აი აქ მალა. ხო, მან ჩამალე, კარგი ხო. კარგი, მადლობა თე კოცნი. რა ტიპია ეს გოგო რა დამალავს სადღაც რაღაცა წადი და ეძებე ხა სადღაც წადი და ეძებე ხა და მეუბნები დადე რა ეს ფული გამოსაჭენა დამალა ხა და წადი და ეძებე მე ეს ფული სად არის ხა ეძებე მე ოდი ნიკა მოხვედი ნახე რა მოვიტანე რა აი ნახე გამოვხდი მანახე რა არის აი კარგი რა ამისი როგორ გაშინია კაცი ახლა და გადავიდე მე რა სადიზღარი ბავშვი ხარ ჰა სადიზღარი ბავშვი ხარ რა სადიზღარი ბავშვი ხარ აბა ძალიან კეთილი და საყვარელი ბიჭი ხარ ნიკა არა ობო აი მე ნახე რა საყვარელი თვალები აქვს თან 9-ე კაცი ხარ საიდან მოატრიე საიდან და ტატოს და გაუცვალე სკოლაში რაში რაში და მათემატიკის დავალება დაუწერე იმან კიდე ეს მომცა შენ მათემატიკა არ იცოდი იმან ხო გარიცის მე გიხოცები მე მოაშორე აქედან ეს არა ხო რა მაინტერესებს იცი და მაგას საიდან ყავდა ეგ რაღაც სობობა თუ რაღაც რა არის ეს მამამისი მუშაობს ზოოპარკში ხო და სულ მოყავს ხოლმე მაგისთვის ესეთი რაღაცები და ეულება არავის არ უთხრაო ხო და დღეს ობობა მოიყვანა ხო და შხამიანია ხო რა ვიცი აკმე აიგებ კაცია მოაშორე აქედან რა გინდოდა რატომ მოათრიე სახლში აზე არ ხარ რა ლაშაბიძიასთვის ვაკბეინებ და ეგ გახდება სპაიდერ ლაშა სპაიდერ ლაშა კი არ გახდება ცხონებული ლაშა გახდება მოაშორე აქედან კატო ნახე შენ გეყურებს ხო რა კოლოგონი ხარ სპილოთა აი მე გეხვეწები მოაშორე აქედან აუ ბუბა გაიქცა ისა კატო ბატონო მაგიდაზეა ხო რა მინდა მაგიდაზე რატომ დავიდე ობობა გაიქცა მოაშორე თორე ელენე რომ მოვა მომკლავს ხვალ გველს მოიყვანა ის შეჭამს ნიკა ნიკა ნუ ყვირი ხარ თორე ობობა მოდა გიკბენს მე მართალია ესე არა ესე არა აბა როგორ იცეკო აი მომბესდა ეხა ჩამოვალ და რაღაც მოგკვა აბა ბაი თეკლა რა მაგარი რეკლამა მოვიფიქრე იცი ძალიან მაგარი რეკლამა მოვიფიქრე აუ მითხარი რა აუ რა მაგარი რეკლამა მოვიფიქრე როგორ მოვიფიქრე ესეთი მაგარი აუ ლაშა მითხარი რა მაინტერესებს ძალიან მაგარი ხარ ლაშა რა როგორ აი როგორ მოვიფიქრე ესეთი მაგარი რეკლამა აუ ლაშა მითხარი მეც მითხარი კარგი ხო გეტყვი აუ რა მაგარი რეკლამა მოვიფიქრე ლაშა მითხარი ძალიან მაგარი ხო კარგი გეტყვი თეკლა წარმოიდგინე ჩვენი კაფეტერია ხო წარმოიდგინე უკვე ჩვენი კაფეტერია ხო წარმოიდგინე და ამ დროს შემოდის ამ დროს გავიდა შემოდიოდა თუ გადიოდა დამავიწყდა აუ ძალიან მაგარი რეკლამა მოგიფიქრებია ლაშა მე ძალიან მომეწონა ახლავე უნდა გადაიღო რას დამცინი ვერ გავიგე რას დამცინი მართლა ძალიან მაგარი რეკლამა მოვიფიქრე შენ რა გონია ხარო ადვილია ისეთი რეკლამის მოფიქრება და ისეთი კაფეტერია სადაც ნუნუ მუშაობს კი რა უნდა ახლავე მოგიფიქრებ გსურთ თქვენს თავზე იწვნიოთ ყველაზე ცუდი სერვისი მოგბრძანეთ ჩვენთან საუკეთესო ნამცხრობი და უსაზიზღრესი მომსახურება ეს მარტო ისე მართლა სად არის ნუ არ მოსა არა იგვიანებს ხო აი რომ მოვა აი ნახე როგორ უსაყვედურებ თეკლა რა რა არის მართლა და მართლა როგორ შეიძლება აჰა ნუნუ ბიცოლა რატომ იგვიანებ სამსახურში რომელი საათია ლაშა პირველის ნახევარია ჯერ ეს ერთი მე კი არ ვიგვიანებ შენ მოდიხარ ძალიან ადრე ლაშა ესე არ შეიძლება შვილო უნდა თავს გაუფრთხილდე გამოიძინო დაისვენო ჩამთელობას უნდა გაუფრთხილდე აბა ბოდის ჩემი ბრალი ყოფილა თქვენ რომ იგვიანებ სამსახურში როგორ ხარ მე კარგად მე გვიან მოვედი
ლაშა, ვაიმე, არ გესმით ყურში რაღაც მიწვის. რა წვის? აი, ხა ჩემ ყურში როგორ გაიგებთ, მაგრამ არის სპის გარეთ? არა. მე ჩემ ყურში რაღაც წვის რა გაქვნა გამორთის, Wi-Fi დამაყურებს ეგ მე ლაშა, დამაყურებს აუცილებლად. ვაიმე. რა ხდება და ახლა ველოდებით ოპერატორს რეკლამა უნდა გადავიღოთ კაფეტერიისთვის კლიენტების მოსაზიდად. რა ვიფიქრე ცილაშა? რეკლამა ხო არ გადავიღოთ კლიენტების მოსაზიდად. ვაიმე რა კარგად მოიფიქრე, ნუ მობიცოლა. მადლობთ. იცი რა არის? იცი რა ვფიქრობ დეკლარო? აი რეკლამა რო იყოს ასე ვთქვათ დადებითი ემოცია რო გამოხატოს მაყურებელში, ანუ ჩვენ კლიენტებში უნდა რაღაცა თბილი და კეთილი სიტყვებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. კი. ხო, აი მაგალითად გემრიელი, უგემრიელესი, ჰაეროვანი, უსპეტაკესი. ვაიმე, იცი რა, ჩემთვის ვფიქრობდი ახლა ლაშა, იცი? რა არის, იცი, აი დადებითი ემოცია რო გამოიხატოს გესმის კლიენტებში, კაფეტერიაში მოსვლელი კლიენტებს, იქნება რეკლამაში უნდა გამოვიყენოთ, იცი როგორი სიტყვებია კეთილი. მაგალითად, ლამაზი, ულამაზესი, გემრიელი, უგემრიელესი, ტკბილი, ჰაეროვანი. დამაცადე ლაშა. ჰაეროვანი, მრავალფერი, რაღაცა ისეთი სიტყვები. და თან რა იცი, ლაშა უკანა ფონზე უნდა მიდიოდეს, უნდა გამოჩნდეს ჩემი და ემზარის ფოტო ქორწინების. მაშინ ემზარს ლაშა, მაშინ ემზარს კარგი ქოჩორი ქონდა ესეთი თვები. კარგია. ობო, რანაირად ეძახი? თუ უკეთეს დაძახება იცი, მიდი და დაუძახე. ხა მე დროზე იპოვე, თორე წავალ და აქ აღარ მოვალ. გაიგე? ან სად უნდა წახვიდე, ან საიდან აღარ მოხვალ, შენ ხო სახლი არის. დაუძახე არაქმედების წარმომადგენელო შენ. მოვიდა. მიშალეთ, მე დამდის ხო? დედა მოვიდა და არაფერი არ შეიმჩნია. აი, აბა როგორ ხართ? კარგად, ხო კატო? კი. ატო, მაღაზიიდან რაღაცები ამოვიტანე და მომეხმარე რა ამოვაგებაში. ზალდი. შენ მანამდე ოპოვა იპოვე. აკაც არაფერია, კარგია. აი მეც მოვედი. კატო, რანაირად დადიხარ? მამი, შენ არ იცი, დღეს ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ მოძრაობა არის ძალიან გადაკვირთული და პანდუსებზე იარეთო და აი მეც აი. კარგი რა კატო, ჩამოდი ბაქიდან და მომეხმარე ამოვაგებაში. ის აელენე, შენ მაღალქუსლიანი ფესტაფელი არ გაქვს? მაღალქუსლიანი კი 11 სანტიმეტრიან ქუსლზე მაქვს. არა, 11 სანტიმეტრიანი არა. ის მინდა რა ქვია, 11 მეტრიანი. ვაიმე! აი, კოკატო რა. ძალიან მეშინია კარტოფილის მოაშორება. კარგი, ამას მე ამოვალაგებ. აი, ნიკა გაცივდი? ხო, რაღაც ალერგია მაქვს. ნიკა, რას მიმალა? შეიძლება ლეკვირო მომიყვანოთ? ნიკა, არა, მე ხომ ვთქვი ამ სახლში ადამიანების გარდა არავინ დავინახო გაფრთხილებ. და 6 ფეხა ლეკვი? კარგი რა ნიკა, რა ნუ მაიმუნო. კატო, გეხოცები ესენი მაცივაში შეალაგე, მე გამოვწვი და ჩამო. კარგი. კი არა, დროზე იპოვა ეხლა სანამ кайკო. უარ ვიპოვე რა კომპიუტერი. იპოვე. ვერა. რა ვიფიქრე იცი, ცნობილი სახე ხომ არ გადავიღოთ ვინმე, პოპულარული ცნობილი. კარგი იდეა. ვაიმე, დედა, ეხლა თავში გამკრა რაღაცნაირად რა. ცნობილი ადამიანი ხო არ გადავიღოთ ვინმე. ვაიმე, ყოჩაღ ნუნუ დედა, როგორ მოიფიქრეთ? რა არის, ყველაფერი მე უნდა მოვიფიქრო, მე რო არ ყავდეთ რა გეშველებოდა. ცნობილი ადამიანების მომეწონა ეს იდეა, კარგი იდეა. ოკეი. ხო და მე გადამიღებ. არა, თქვენ არ ხართ ცნობილი. ნუ ყველასთვის თორე. რა არის იცი თეკლა, პირველ კლიპში რო გადამიღებთ, პოპულარული გახდები და მეორე კლიპში უკვე ვიქნები ესეთი პოპულარული და ცნობადი.
აღარ მინდა ეს რეკლამა აღარ გადავიღოთ რა. მართალი ხარა ლაშა, აღარ გადავიღოთ ეს რეკლამა, რადგან ამდენ ფულს რო ყრი. ეს ფული მე მომეცი და მთელ ქვეყანას მოვდებ რომ კაფეტერია გაიხსნა. უკაცრავად. ორი შოკოლადის ჟელზით შეიძლება. გვაქვს, როგორ არ გვაქვს? ხოდა თუ გვაქვს და მიდნე მიუტანე, მოგართმევენ ახლა. ათეირს 25 ლარი. 25 ლარი რა ამბავია? ხო, კაი 15. ისა ლაშა რა უნდა გითხრა, ახლა მომისმინე. პატას მოვატყუე, რომ რეჟისორი შენ იქნები მეთქი. უკაცრავად, ანგარიშიც მომიტანეთ თუ შეიძლება. დიახ. კი ბატონო, მოგიგათ ახლა. დიახ. ხო, პატას მოვატყუე, რეჟისორი შენ იქნები მეთქი. ნუ შემჭამა და მოვატყუე. მოკლედ არ შემჩნიოთ რომ მოვა, თქვენ არაფერი არ შემჩნიოთ, ცოტას წაი რეჟისორებს და წავა. ვაიმე, რა კარგია რომ პატა არ ავიყვანეთ. იცი რა, ნათესების ახლობლების მიყვანა რაღაცა არ არის რეკომენდირებული. მეც კი მინდოდა ჩემი ემზარი მომეყვანა, მაგრამ არ მომყავს. სხვათა შორის თქვენ შეგიძლიათ რომ მიღოთ. თქვენთვის ემზარი აფერი ნათესავი არის. ჩვენ შეგვიძლია ხო ეს პრინციპი მართალია ხო? არა, ისიც რა ნუ ვიცოდა, ემზარმა რა უნდა გააკეთოს ახლა აქ? რათა ესეც მე მოვიფიქრო ლაშა, ახლა ცოტა რაღაცა შენც მოვიფიქრე. კლიპში გადაიღე. აი, წავედი. უკაცრავად, ანგარიში. ვაიმე, გოგონა ხელს რო იწევ, მოვალ მეთქი, ხო გითხარი ერთ? თუ რაღაცა კიდე მოდი და ვაგ მითხარი. მაგრამ თქვენ მუშაობთ აქ. კარგი, გინაცვალე მოვალ, ხედავ შენ. იყავი მან და მოვალ, იყავი. და ის მე ყოფილა. არა, ეს პრინციპში ემზარი ნიჭიერი კაცია. ნიჭიერი კაცია ყოველ დღე. ლუნუსთან სახლში რო ადის, თამაშობს ფხიზელი კაცის როლს. და არ გადამრიო. ბუზების ეშინია და წარმოგიდგენია ობობაზე რა დაემართეთ. პროზა იპოვე. ძალიან გიხდება ესეთმა. ძალიან გიხდება. შოქში ვარ. რადა შენ ზურგს ხედავ? ვერანიკა. მაშინ არაფერი. ელენე, შეგიძლია თავი გააქნიო? მაინტერესებს თმა დაგეშლება თუ არა. ეგრე არა, ვითომ სველი ძაღლი ხარ და თავი უნდა რას მაიმუნობთ? კარგით, რა ხო ხედავთ რომ დაღლილი ვარ. დაიღლებოდი იმ ხელა ტვირთი გაწევს ბეჭებზე. არა, მარტო ხელა დედა რომ ხარ ეგ ვიგულისხმებ მხოლოდ. ხო, წავა მე წამოვწვევი. ხო. ხო, სულ პირდაპირი არის, უკან არ გაიხედო. რა? რადა მომავლის იმედი უნდა გქონდეს და ბიჭი გეზდები. იცი რა მაინტერესებს? ყველაზე მეტად რისი გეშინია? ღალატის. ობობის? რაიმე კატა ობობა რა და ნიკა, რა მაიმუნი ბავშვი ხარ, სათამაშო ობობა დამასვი, გინდოდა რომ შემშინებოდა. ოხ, ნიკა, რა კატო დაიჭი. ძალიან ლამაზი ხარ, მაგრამ აი ეს წაისვი და მართლა ლამაზი იქნები. რა უცნაური თოთი საცხია, რაღაცნაირი გემოა. მოგეწონა ხო? ჩემი ახალგაზრდობის დროინდელია. რა? ეს თქვენი ახალგაზრდობის დროინდელია? კი, მოგეწონა ხო? ვერ გაჩუქებით, ითეკლამეს ძალიან მომწონს. კარგია ძალიან. ახლა ეხლა გაგალამაზო, გაგიკეთო თმები. აბა, რეკლამისთვის. აი შევიტაკ ხარ ყოლა, ძალიან გამიხარ და გეოდებოდეთ, ესე იგი ვიწყებთ გადაღებას, მე ამდენი დრო არ მაქვს, დავიწყეთ, ლაშა გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა ლაშა, როგორ ხარ? ძალიან კარგად გამოიყურები. ლაშა ეს ვინ არის? ეს ოპერატორია ნუკრი გავაშელი. ნუკრი გავაშელი, სიამოვნოა. ნუკრი გავაშელი, როგორ არის მამა შენი? ეს ყოფილი ისე. ისე ეკრუნდა ხდავ ხომ ბატონო? თქვენ მიხარ. მე ვარ რეჟისორი პაატა ფერაძე, ნუკრი. უკაცრავად.
მაგრამ არასდროს არ გამიგონია თქვენი სახელი და გვარი. მართლა რასმელა მე ხო ყოველდღე ნუკრი გავაშელი მიწეს რა. გოდიში ნუკრი ერთი წუთი ლაშა რა ხდება ეხა ბოლო გინდა თუ რეკლიკის გადაღება კაფეტერიაზე? კი, როგორ არა, ბადა, როგორ არა. ხო, მაშინ დამაცადე ერთი წუთი რა ხო შეიძლება არა? ხო, დამაცადე ერთი წუთი. ესე იგი, ფერები, ხო ხტები ლაშა იცი რა არის, მე ხო ფერაძე ვარ, მე ვარ პატა ფერაძე და იცი რა ფერებზე მაგართულება და ფერები არ მომწონს ხდები შენ ეხა რას გეუბნები და მოდი, მოპირდაპირ მხარეს რო კაფეტერია იქ ხო არ გადავიდეთ. და თუ გადავალ ბარემით გადავიღოთ რა შეიძლება? შენ რა გენაღულება, ჩემი პრესტიჟი დევს სასწორზე, ეგრე არა ლაშა, ერთი წუთი ხა დამაცადე. მოემზადეთ ყველანი, მოემზადეთ ვიწყებ გადაღებას. ის კი არა. და ეს ვინ არის? ეს ვინ არის? რეჟისორია, ნუ მიაქცევ ყურადღებას. ზაქარ ხო სულ დავიწყებ გადაღებას ცოტა ხანში მოემზადეთ. ლაშა და კამერიანო ბიჭო, მოდი აქ. მოდი აქ, შენ გიყომეთ ხო? მომისმინე ხა, ის რა უნდა გითხრა? მე რაღაცას გეტყვი. და მომისმინე ხა და ის გააკეთე. არა, მე რასაც გეტყვი, იმას მოусმინე და ის გააკეთე. რა ლაშა ეწვი, მე რაღაცას ვეტყვი და იმას გააკეთე. არა, მე. არა, მე რასაც ვეტყვი, მე მგონი მე რასაც ვეტყვი. კარგი უთხარი მიდი, უთხარი. ეხლა ეს რა სისულელებს გეტყვის არ დაუჯერო ის. ამას უყურე ეხლა რა. ლაშა. თქვენისა ნუკრი ხო გასაგებია თავის თავად ნუკრი კამერა ჩართულია ხო? მაჩვენეთ კამერა ხო ჩართულია? ხო მაინც მაჩვენე ბრო. გასაგებია კარგი. მოკლედ ვიწყებ გადაღებას. მზადობთ ხო ყველაფერი იგზია ტექსტ გავეცანი ძალიან საინტერესოა პერსონაჟი ყველაფერი დავიწყეთ ლაშა. საიდან ვიწყებთ? ლაშა კლავი მჭირდება. რა? აი ვიღაცამ ხო უნდა ჩაიწეროს რომელი დუბლი არის რომელი კადრი არის. კი ბატონო რა პრობლემა მაგასაც შევითავზე ნუკრი რა პრობლემაა ეხლა რა აქ არ ვარ ისთვისო. მომეცი კლაპი სად არის აბა? გასაგებია. ზადღართ ხო? ესე იგი სენაპირველი ლაშა. ხარ? კი. ხო, სენაპირველი დუბლი პირველი. ვაიმე თითი. არ მინდა ეს რაღაც კლაპია თუ რაღაც მაიმუნობა ამის გარეშე გავაკეთოთ. ჭირდება. ხო, კარგი, ხო. სენაპირველი დუბლი პირველი. დავიწყეთ. ლაშა. წავიდა, გისმენთ. ხო, ლაშა იწყებს. კი ბატონო, ლაშა იწყებს. ლაშა. წავიდა. კაფეტერია ჟოზე გეპატიჟებათ უგემრიელეს ნამცხრებზე მომწამდი და შეიგრძენეთ ჟოზეს უგემრიელესი ნამცხრების გემო. ის აუცილებლად გაიღიმე. ისა ქალბატონ ნუკა. კი. გასაგებია ხო? კი. კი ბატონო, მაგ. თავიდან დავიწყე. თავიდან. მოემზადეთ ვიწყებ თავიდან. წავიდა. კაფეტერია ჟოზე გეპატიჟებათ უგემრიელეს ნამცხრებზე მომწამდი და იგემეთ. რა ხდება რა? ქალბატონო თქვენ ჩახართ. ეს კამერა მე დამყვება თუ რა არის? კარგი რა, ერთი წუთი რა. ქალბატონო, შეიძლება რაც დავიწყეთ დავანთოროთ ბოლომდე ერთი წუთი თუ რა ხდება ახლა ვერ გავიგე. კი ბატონო. ხო, ერთი წუთი მოემზადეთ მე სულ რა არის ახლა ბოლოს და ბოლოს. აღარ მასწავლებელი. დავიწყე. ზადოთ. რა არის ხა ზამთარაზე მზადხარ ხო შენ ხო ყველაფერი გზი? ხო, კაი, გასაგებია. მოემზადე ლაშა, წავიდა კიდევ ერთხელ. ის საინტერესო გვარია ეს გაბაშვილი. კაფეტერია ჟოზე გეპატიჟებათ უგემრიელეს ნამცხრებზე. სტოპ. რა იყო, რა ხდება? ეს რა არის მაგიდაზე? რა ვიცი, რა არის მაგიდაზე ეს? აიმე. რა არის? ჩემი ინტერესია მე იყოს გამოჩნდება ტელევიზორში. ნუნდეიდა ბოლო კადრში გამოვაჩინოთ უფრო ეფექტური იქნება ეხლა არ გვინდა. ქალბატონ ნუნუკა თუ შეიძლება რამე ადგილი ამოიჩემეთ და დავბრძანდი ძალიან გთხოვთ კარგი. დავბრძანდი სადმე რა. დავბრძანდი. კი ბატონო მზადოთ ყველანი? საქვაშვილი მზადხარ საქვაშვილი. გასაგებია დავიწყეთ. ლაშა წავიდა. კაფეტერია ჟოზე გეპატიჟებათ უგემრიელეს ნამცხრებზე. სტოპ. არჯერა, მატყუებ, რატო მატყუებ? ყალბია ლაშა, ყალბია ეხლა რასაც შენაკეთებ. თავიდან კიდევ ერთხელ თავიდან. მიდი. წავიდა კიდევ ერთხელ თავიდან, ქალბატონო ნუკა თუ შეიძლება ერთ წუთი ყურადღებით, თეკლა ყურადღებით, ხუთაშვილი მოემზადე. ხო. აბა ლაშა, იგრძელი ყველაფერი თითის სვერებზე შენი ეს სამყარო ყველა კაფეტერია ჟოზე გეპატიჟებათ უგემრიელეს ნამცხრებზე მოვბრძანდით, იგემეთ და შეიგრძენით. სტოპ. მე შეგითხარით, ეხლა ნუ მატყუებ მეთქი და მოდიხარ კიდე თვალებში მიყურებ, მატყუებ თავიდან ლაშა, არ ვარგა, კიდევ ერთხელ ძალიან მთხო. კიდევ ერთხელ შეიყვანეთ თითოეული კრემი, თითოეული ნამცხვარი, თითოეული ჩანგალი, თითოეული წავიდა. ზადოთ ყველანი წავიდა. კაფეტერია ჟოზე გეპატიჟებათ უგემრიელეს ნამცხრებზე და სტოპ, ერთი წუთი. რატო რეკავს ტელეფონი გადასახი მოიტანზე?
ტელეფონი რეკავს გადასაღებ მოედანზე, რატო არ მავთავრებინებ საქმეს? ვისი ტელეფონი რეკავს თქვას, ვისი დამეჩხუბები დედას პიცავარ. ვისი ტელეფონი? ой, უკაცრავად. ჩემი ტელეფონი რეკავს უკაცრავად. ო, ვაი, ბოდიში, ერთი წუთი ბოდიში. ალო. არა, გოგიტა არა, პატა ვარ. კი. გასაგები ორივე ტაზე მთავრდება, მაგრამ გოგიტა არა. აბა, დავიწყეთ ერთხელ. კიდევ ერთხელ რა შეგვიძლია ყველაფერი. იგრძენი. წამოიღე, რაც მოგაქვს, წამოიღე ყველაფერი. მიდი. აღარ მინდა მე ჯერ თეკლა გადაიღეთ. თეკლა კი ბატონო, რა პრობლემაა? თეკლა გადავიღოთ. კარგი მაშინ სანამ თეკლას გადავიღეთ, ბარემ შენი ჩამოსვლა მე დაისვენ. თეკლა მოიმზადე, წავიდა. თეკლა. თეკლა არ მჯერა, თეკლა. უყურდა არ მჯერა იცოდე. წადა რა არ გჯერა, თეკლა რომ ვარ თუ აქ რომ დგავარ. თეკლა. ძალიან გიყვარს პაატა? კი. კარგი არ მოკლო მაშინ. კარგი, რა ხდება ეხლა, რატო რა გადავიღალე, დავიწყე და შეიძლება ადამიანმა შეისწავლოს. რა იყო, რა მოგივი? აი მე რა მოხდა? რა მოგივი? რა გინდა, ჩანდიშვილი რა გადაბრიე ვერ გავიგე შენ. აკუმულატორი დაჭდა. და ვაიმე. რა აკუმულატორი? კამერის აკუმულატორი დაჭდა? გადავიღოთ ეხლა დღეს დავამთავროთ და წავიდეთ და ხვალ გადავიღოთ. აკუმულატორი დაჭდა? გადავიღოთ მე ხვალ დავიშალოთ ეხლა. წავედით. კარგი, ერთი წუთი ხო წავა დავიშლებით, აბარაფს დავამთავრებინეთ, ნათქმევინეთ ხო. გასაგებია მივდივართ სახლებში ვიშლებით, მე წავა დავიძინებ, წამოწევი ახალი დიეტს მოვიდან ხვალ. ხო და დამირეკეთ მოვალ. ან დამირეკეთ მოვალ რა, მანქანა გამომიგზავნე და მოვალ, წავედით. რა დაგვემართა ეს როგორ დაგვემართა, როგორ დავიშალეთ დღეს და როგორ კარგად ვიღებდით და აი რა დაგვემართა. შეგენაცვლე ნუ. ეხლა დავიწყოთ უცებ გადავიღოთ სანამ ის მიდიო. რეკლამა. მაგა მითხრა რომ საინფორმაციოს მე გავაო. იმაგა. მოცა მას მე რაღაცა დაიწვა მე. რამდენიმე წუთის წინ ძლიერი ხანძარი გაუჩნდა მეშულის 27-ში მდებარე კაფეტერია ჟოზეს წინასწარი ინფორმაციით ხანძარი გამოიწვია მოკლედ ჩართვამ უფრო დეტალურ ინფორმაციას ჩვენს მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. მაშა ეს რა უცნაური რეკლამა გადაგივა. კი არა დავიღუპეთ ელენე. რა მოიცა ესე იგი ეს რა ესე იგი კი არა დაიწყო კაფეტერია მოიცა დაიწყო რეკლამა დაიწყო. კაფეტერია ჟოზე გეპატიჟება თუ გემრიელეს ნამსხვრებზე. მობრძანდი და იგემეთ. უგემრიელესი ჟოზეს კარამელის ჟოზე, შოკოლადის ჟოზე, მარწყვის ჟოზე. რაღაც მინდა რეკლამა, დამეწვა კაფეტერია. წამოდი. ელენე, დაინახე იქ ჩემი ვენდრას ფოტო. რა? ენაცალოს და როგორი ფოტოგენური მყავს. ვაიმე, რა დაგვემართა. მაგრამ შენთან არ მოვალ, მაგრამ ჩემ ელენასთან მოვალ ხოლმე ხშირად. კარგით რა, ნუ გიცოდა რა, კარგით რა, მართლა რა. ასეთ უმნიშვნელო რაღაცაზე ასეთი ამბავის ატეხვა შეიძლება არ მწვენია თა. ვაიმე, კიდე მე უნდა მწვენოდეს, ხედავ რა უნდა მუსოთ მეუბნება ელენე, კიდე მე უნდა მწვენოდეს იმის მაგივრად, ლაშა, რომ სამსახურში იყო მთელი დღე და ჩემ ხელფასის მომატებაზე ფიქრობდე. ვიღაც გოგები ამოყავს აქ და რასაკეთებ არავინ არ იცის. რას ვაკეთებ ხო? აი რას ვაკეთებ? ამ თქვი აბა მითხარით რას ვაკეთებ? რასაკეთებ და ბავშვი აქ და ვერ გეკითხე. არ მესმის. კარგით რა მოგიცოდა რა. ელენე, რეჰანი ხო არა გაქვს? აჯაბ სანდალი მინდა გავაკეთო და რეჰანი კეთრე. ვაიმე, მართლა არ მაქვს ქალბატონო, ნუნუ არ მაქვს. არა გაქვს? არა უშავშობა, შენ მაგაზე არის რატო? მე ახლა სტურვებთან ჩავალ, ამ ამბავს მოუყვები, რეჰანს კი არა მთლიან ქვაბ აჯაბ სანდალს მოეცა. ლაშაშვილო ისე როგორ რომ მყევეს ყველაფერი ისე კარგად დავიცალე რაღაცნაირად იცი და კარგ ხასიათზე დავდექილი. ლაშიკო წავალ ახლა
კარგი რა მართლა ელენე რა მოგივიდა შენ კიდე რატო მიბრაზდები და ნუ მიყურებ ეგეთი სახით ეგეთი თვალებით ნუ მიყურებ რა მოხდა ეს გოგო მუშაობს ტელევიზიაში და მე და თეკლა კარგი ხა მართლა გეუბნები მე და თეკლა ხო ვაპირებთ ამ კაფეტერიის გარეკლამებას ხო და მითხრა რომ რეკლამა გადაიღეთ თქვენ და მე გავუშვებ ტელევიზიაში მართლა ეგ იყო და ეგ მეტი არაფერი ახლა ნუ ელენე კარგი არ დაუჯერა დენა გაწყუებს არა მართლა ტელევიზიაში მუშაობს ელენე მართლა ტელევიზიაში მუშაობს მართლა კარგად გითხრა დედას გეფიცები ცუდად არ უთქვას მართლა როგორც კი რამე ვაკანსია იქნება ჩვენთან პირველს შენ გეტყვი უბრალოდ ეხლა არ გამოდიოდა ვართ სამსახურში მარტო მენეჯერი თანაშემწე და დირექტორი და ის გენერალური დირექტორი არ გჭირდებათ კარგი პატარ აი წარმოიდგინე შენ რომ ეხლა დაიწყო მუშაობა მე ამ კვერცხებს რას უზამ მაშინ დავიყვანოთ ძიძაძი და კიდევ ისეთ სითბოს ვერ მისცემს კვერცხებს რასაც შენ განიდებდი კარგი ხო ასე არ მინდა თეკლა არაფერი მე თვითონ ვიშოვი სამსახურს და ახლავე დავიწყებ მუშაობას აი სად და აქვე აი ამ წამსაი აქ დავიწყებ ახლა მუშაობას მივდივარ ახლა სამსახურში რამდენ დაწყნარი სამსახურში მიდوار არ ცალეო მუშაობ შენი ჭირილი ჭრიდა ვიბარებ რადიატორებს ჩავწრი და შესაბამისად ჩავიბარებ რადიატორებს მორჩა დღეს დავიღალე დაუნთავრე მუშაობა პატარ მე უნდა წავიდე და ფულს თუ მიხსენებ საერთოდ შენი ფულს თუ მიხსენებ არ მჭირდება არ მინდა მე შენი ფული მე თვითონ რაღაცას ვიშოვი ჩემი რაღაცას იმას ჯერ ესეთი მე რაღაცა მექნება სადმე გადანახული და ვნახავ და რაღაცას ვიზავ არ მინდა შენი ფული და ეს ფული გონია ყველაფერი ეგრე სად არის სად წავიღებდი ხა რაღაცა მექნება აი თუ დავიღებ რაღაც მქონდა გადანახული მე სარაფერი არ მაქვს სად ხა ეს ფული სადღაც იქნება შენახული მაგრამ მაგიდისკენ ნახე მაგიდისკენ ხა წავედი აქ რაფერი კვერცხებია მაგიდისკენ პატარა მაგიდისკენ აქ მე ფულს არ ვინახავ და აქეთ პატარა მაგიდისკენ ნახე სად რომელი პატარა მაგიდისკენ თეკლა აქ არ ვიჯექი წაგან ფული არის დო აქ სად ნახე თეკლა არის აჰა გივიწახდი არა აი გენიუსი ვარ რა ხო ამბობდი აი გენიუსი ვარ რა სადღაც შენახული კაცი ვარ ხო იცი მე რაღაცა მექნება გადანახული ამბობდი მე ხო კარგი ხო კარგი წავედი წახვედი კარგი კოცნი მეც ისა თეკ ეს რა იცი ხა ეს 10 ლარი არ მეყოფა და მიდი რა 10 ლარიც დამიმალე სადმე რა მიდი აი მანდა მაგაში ჩამალე ხო მიდი ჩამალე აი აქ მალა ხო მან ჩამალე კარგი ხო კარგი მადლობა თეკ კოცნი რა ტიპია ეს გოგო რა დამალავს სადღაც რაღაცა წადი და ეძებე ხა სადაც წადი და ეძებე ხა და მეუბნები დადე რა ეს ფული გამოსაჭენა დამალა ხა და წადი და ეძებე მე ეს ფული სად არის ხა ეძებე ოდი ნანი გამოხედი ნახე რა მოვიტანე რა აი ნახე გამოვხდი მანახე რა არის აი კარგი რა ამისი როგორ შეშინია კაცი აჰა და გადავიდე მე რა სადიზღარი ბავშვი ხარ ჰა სადიზღარი ბავშვი ხარ რა სადიზღარი ბავშვი ხარ აბა ძალიან კეთილი და საყვარელი ბიჭი ხარ ნიკა არაობო აი მე ნახე რა საყვარელი თვალები აქვს თან 9 კაცი ხარ საიდან მოათრიე საიდან და ტატოს და გაუცვალე სკოლაში რაში და მათემატიკის დავალება დაუწერა იმან კიდე ეს მომცა შენ მათემატიკა არ იცოდი იმან ხო ეგარიცის მე გიხოცები მე მოაშორე აქედან ეს არა ხო რა მაინტერესებს იცი და მაგას საიდან ყავდა ეგ რაღაც სობობა თუ რაღაც რა არის ეს მამამისი მუშაობს ზოოპარკში ხო და სულ მოყავს ხოლმე მაგისთვის ესეთი რაღაცები და ეულება არავის არ უცხრაო ხო და დღეს ობობა მოიყვანა ხო და ატო მაღაზიიდან რაღაცები ამოვიტანე და მომეხმარე რა მოვაგებაში კარგი შენ მანამდე ობობა იპოვე აქაც არაფერია, კარგია. აი მეც მოვედი.
კატო, რანაირად დადიხარ? მამი, შენ არ იცი, დღეს ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ მოძრაობა არის ძალიან გადაკვირთული და პანდუსებზე იარეთო და აი მეც აი. კარგი რა კატო, ჩამოდი ბაკიდან და მომეხმარე ამოვაგებო. ის აილენე, შენ მაღალქუსლიანი ფერსაცმელი არ გაქვს? მაღალქუსლიანი კი 11 სანტიმეტრიან ქუსლზე მაქვს. არა, 11 სანტიმეტრიანი არა. ის მინდა რა ქვია, 11 მეტრიანი. ვაიმე! აი, კოკატო რა. ძალიან მეშინია კარტოფილის მოაშორება. კარგი, ამას მე ამოვალაგებ. აი, ნიკა, გაცივდი? რაღაც ალერგია მაქვს. ნიკა, რას მიმალა? შეიძლება ლეკვირო მომიყვანოთ? ნიკა, არა, მე ხომ ვთქვი ამ სახლში ადამიანების გარდა არავინ დავინახო გაფრთხილებ. და 6 ფეხა ლეკვი? კარგი რა ნიკა, რა ნუ მაიმუნო. კატო, გეხოცები ეს ანიმაციაში შეალაგე, მე გამოვწვი და ჩამო. კარგი. კი არა, როზე იპოვა ეხა სანამ кайკო. უარ ვიპოვე რა კომპიუტერი. იპოვე. ვერა. რა ვიფიქრე იცი, ცნობილი სახე ხომ არ გადავიღოთ ვინმე, პოპულარული ცნობილი. კარგი იდეა. ვაიმე, დედა, ეხლა თავში გამკრა რაღაცნაირად რა. ცნობილი ადამიანი ხო არ გადავიღოთ ვინმე. ვაიმე, ყოჩაღ ნუნუდეი და როგორ მოიფიქრეთ? რა არის, ყველაფერი მე უნდა მოვიფიქრო, მე რო არ გყადეთ რა გეშველებოდა. ეს ცნობილი ადამიანების მომეწონა ეს იდეა, კარგი იდეა. ოკეი. ხო და მე გადამიღებ. არა, თქვენ არ ხართ ცნობილი. ნუ ყველასთვის თორე. რა არის იცით, ეკლა პირველ კლიპში რო გადამიღებთ, პოპულარული გახდები და მეორე კლიპში უკვე ვიქნები ესეთი პოპულარული და ცნობადი. აღარ მინდა ეს რეკლამა აღარ გადავიღოთ რა. მართალი ხარ ალაშა, აღარ გადავიღოთ ეს რეკლამა, რადგან ამდენ ფულს რო ყრი. ეს ფული მე მომეცი და მთელ ქვეყანას მოვდებ რომ კაფეტერია გაიქცა. უკაცრავად. ორი შოკოლადის ჟოზეთ შეიძლება. გვაქვს, როგორ არ გვაქვს? ხო და თუ გვაქვს და მიდე მიუტანე, მოგართმევენ ახლა. ათეირს 25 ლარი. 25 ლარი რა ამბავია? ხო, კაი, 15. ისა ლაშა რა უნდა გითხრა, ახლა მომისმინე. პატას მოვატყუე, რომ რეჟისორი შენ იქნები მეთქი. უკაცრავად, ანგარიშიც მომიტანეთ თუ შეიძლება. დიახ. კი ბატონო, მოგიგათ ახლა. დიახ. ხო, პატას მოვატყუე, რეჟისორი შენ იქნები მეთქი. ნუ შემჭამა და მოვატყუე. მოკლედ არ შემჩნიოთ რომ მოვა, თქვენ არაფერი არ შემჩნიოთ, ცოტას წაი რეჟისორებს და წავა. ვაიმე, რა კარგია რომ პატა არ ავიყვანეთ. იცი რა, ნათესავების და ახლობლების მიყვანა რაღაცა არ არის რეკომენდირებული. მეც კი მინდოდა ჩემი ემზარი მომეყვანა, მაგრამ არ მომყავს. სხვათა შორის თქვენ შეგიძლიათ რომ მიღოთ, თქვენთვის ემზარი აფერი ნათესავი არის. ჩვენ შეგვიძლია ხო ეს პრინციპი მართალია ხო? არა, ისიც რა ნუ ვიცოლა, ემზარმა რა უნდა გააკეთოს ახლა აქ? რა და ესეც მე მოვიფიქრო, ლაშა, ახლა ცოტა რაღაცა შენც მოვიფიქრე. კლიპში გადაიღე. აი. კაი, წავედი. უკაცრავად, ანგარიში. ვაიმე, გოგონა ხელს რო იწევ, მოვალ მეთქი, ხო გითხარი ერთ? თუ რაღაცა კიდე მოდი და მაგ მითხარი. მაგრამ თქვენ მუშაობთ აქ. კარგი, გინაცვალე, მოვალ, ხედავ შენ. იყავი მან და მოვალ ეხლა. და ის მიყოფილა. არა, ეს პრინციპში ემზარ ნიჭიერი კაცია. ნიჭიერი კაცია ყოველ დღე ლუნუსთან სახში რო ადის, თამაშობს ფხიზელი კაცის როლს. იმათახში ბუზია. და არ გადამრიო. ბუზების ეშენია და წარმოგიდგენია ობობაზე რა დაემართეთ. პროზა იპოვე. ძალიან გიხდება ესეთმა. ძალიან გიხდება, შოკში ვარ. რადა, შენ ზურგს ხედავ? ვერანიკა. მაშინ არაფერი. ელენე, შეგიძლია თავი გააქნიო, მაინტერესებს თმა დაგეშლება თუ არა. ეგრე არა, ვითომ სველი ძაღლი ხარ და მაიმუნობთ, კარგით რა ხო ხედავთ რომ დაღლილი ვარ. დაიღლებოდი იმ ხელა ტვირთი გაწევს ბაჭებზე. არა, მარტო ხელა დედა რომ ხარ ეგ ვიგულისხმებ მხოლოდ. ხო, წავა მე წამოვწვევი. ხო. ხო, სულ პირდაპირი არის, უკან არ გაიხედო. რა? დადა,
მომავლის იმედი უნდა გქონდეს და ბიჭი გეზდები. იცი რა მაინტერესებს? ყველაზე მეტად რისი გეშინია? ღალატის. ობობის? მე კატო ობობა რა და ნიკა, რა მაიმუნი ბავშვი ხარ, სათამაშო ობობა დამასვი, გინდოდა რომ შემშინებოდა. შხამიანია, ხო? რა ვიცი, აკვე აიგებ. კაცია! ვაშორე აქედან? რა გინდოდა, რატომ მოათრიე სახლში? აზე არ ხარ რა. ლაშაბიძიასთვის ვაკბეინებ და ეგ გახდება სპაიდერ ლაშა. სპაიდერ ლაშა კი არ გახდება, ცხონებული ლაშა გახდება, მოაშორე აქედან. კატო. ნახე, შენ გეყურებს. ხო რა? კოლოგონი ხარ. აი გეხვეწები მოაშორე აქედან. აუ. აუ, ბუბა გაიქცა. ისა. კატო. ბატონო. მაგიდაზეა ხო? რა მინდა მაგიდაზე რატომ დავიდე? ობობა გაიქცა. მოაშორე, თორე ელენე რომ მოვა მომკლავს. ხვალ გველს მოიყვანა ის შეჭამს. ნიკა! ნიკა! ნუ ყვირი ხარ, თორე ობობა მოდი გიკბენს. რა მემართალე? ესე? არა. ესე? არა. აბა როგორ? იცეკვე. აი, მომბესდა. ეხა ჩამოვალ და რა მოგკვა. თეკლა, რა მაგარი რეკლამა მოვიფიქრე, იცი? ძალიან მაგარი რეკლამა მოვიფიქრე. აუ, მითხარი რა. აუ, რა მაგარი რეკლამა მოვიფიქრე. როგორ მოვიფიქრე ესეთი მაგარი აუ, რეკლამა? ლაშა, მითხარი რა, მაინტერესებს. ძალიან მაგარი ხარ ლაშა რა. როგორ აი როგორ მოვიფიქრე ესეთი მაგარი რეკლამა? ლაშა, მითხარი, მეც მითხარი. კარგი ხო გეტყვი. აუ, რა მაგარი რეკლამა მოვიფიქრე. ლაშა, მითხარი. ძალიან მაგარი, ხო კარგი გეტყვი. თეკლა წარმოიდგინე ჩვენი კაფეტერია. ხო წარმოიდგინე უკვე ჩვენი კაფეტერია. ხო წარმოიდგინე და ამ დროს შემოდის ამ დროს გავიდა. შემოდიოდა თუ გადიოდა. დამავიწყდა. აუ, ძალიან მაგარი რეკლამა მოგიფიქრებია, ლაშა. მე ძალიან მომეწონა, ახლავე უნდა გადაიღო. რას დამცინი ვერ გავიგე. რას დამცინი? მართლა ძალიან მაგარი რეკლამა მოვიფიქრე. შენ რა გონია ხარო? ადვილია ისეთი რეკლამის მოფიქრება და ისეთი კაფეტერია, სადაც ნუნუ მუშაობს? კი, რა უნდა, ახლავე მოგიფიქრებ. გსურთ თქვენს თავზე იწვნიოთ ყველაზე ცუდი სერვისი. მოგბრძანეთ ჩვენთან. საუკეთესო ნამცხრები და უსაზიზღრესი მომსახურება. ეს მარტო. ისე მართლა სად არის? არ მოსწონს. არა, იგვიანებს. აი რომ მოვა, აი ნახე როგორ უსაყვედურებ თეკლა რა. ძალიან. რა არის მართლა და მართლა როგორ შეიძლება? აჰა. ნუნუ ბიცოლა. რატომ იგვიანებ სამსახურში? რომელი საათია ლაშა? პირველის ნახევარია. ჯერ ესეთი მე კი არ ვიგვიანებ. შენ მოდიხარ ძალიან ადრე. ლაშა, ესე არ შეიძლება შვილო, უნდა თავს გაუფრთხილდე, გამოიძინო, დაისვენო. ჯანმრთელობას უნდა გაუფრთხილდე, აბა. ბოდის ჩემი ბრალი ყოფილა თქვენ რომ იგვიანებ სამსახურში. როგორ ხარ? მე კარგად, მე გვიან მოვედი. აჰა. ლაშა, მე არ გესმით ყუში რაღაც მიწუის. რა წუის? აი, ხა ჩემ ყუში როგორ გაიგებთ, მაგრამ არის მის გარეთ? არა. მე ჩემ ყუში რაღაც წუის რაღაც ხნა გამორთის, Wi-Fi დამაყურებს ეგ მე ლაშა, დამაყურებს აუცილებლად. რა ხდება და ახლა ველოდებით ოპერატორს რეკლამა უნდა გადავიღოთ კაფეტერიისთვის კლიენტების მოსაზიდად. რა ვიფიქრე, ლაშა? რეკლამა ხო არ გადავიღოთ კლიენტების მოსაზიდად. ვაიმე, რა კარგად მოიფიქრე, რომ მობიცოლა. მადლობთ. იცი რა არის? იცი რას ვფიქრობ თეკლა რომ აი რეკლამა რო იყოს ასე ვთქვათ დადებითი ემოცია რომ გამოხატოს მაყურებელში, ანუ ჩვენ კლიენტებში უნდა რაღაცა თბილი და კეთილი სიტყვებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. კი. ხო, აი მაგალითად გემრიელი, უგემრიელესი, ჰაეროვანი,
უსპეტაკესი. ვაიმე, იცი რა, ჩემთვის ფიქრობდი ახლა ლაშა, იცი? რა არის, იცი, დადებითი ემოცია რო გამოიხატოს გესმის კლიენტებში, კაფეტერიაში მომსვლელი კლიენტებს, იქნება რეკლამაში უნდა გამოვიყენოთ, იცი როგორ ისტყობია კეთილი. მაგალითად, ლამაზი, ულამაზესი, გემრიელი, უგემრიელესი, ტკბილი, ჰაეროვანი. დამაცადე ლაშა. ჰაეროვანი, მრავალ, რაღაცა ისეთი სიტყვები. და თან რა იცი, ლაშა უკანა ფონზე უნდა მიდიოდეს, უნდა გამოჩნდეს ჩემი და ემზარის ფოტო ქორწინების. მაშინ ემზარს ლაშა, მაშინ ემზარს კარგი ქოჩორი ქონდა ესეთი თმები. კარგია. ობო, რანაირად ეძახი? თუ უკეთეს დაძახება იცი, მიდი და დაუძახე. მე დროზე იპოვე, თორე წავალ და აქ აღარ მოვალ. გაიგე? ან სად უნდა წახვიდე და საიდან აღარ მოხვალ, შეხო სახლი არის. დამწრე არაქმედების წარმომადგენელო შენ. მოვიდა. მიშალეთ, მე დამდის. დედა მოვიდა და არაფერი არ შეიმჩნია. აი, აბა როგორ ხართ? კარგად, ხო კატო? კი. ნიკარა კატო დაიჭი. ძალიან ლამაზი ხარ, მაგრამ აი ეს წაისვი და მართლა ლამაზი იქნები. რა უცნაური თუ საცხია, რაღაცნაირი გემოა. მოგეწონა ხო? ჩემი ახალგაზრდობის დროინდელია. რა? ეს თქვენი ახალგაზრდობის დროინდელია? კი. მოგეწონა ხო? ვერ გაჩუქებით, ითეკლამეს ძალიან მომწონს. კარგია ძალიან. ახლა გაგალამაზო, გაგიკეთო თმები. აბა, რეკლამისთვის. შევით აქ ხარ ყოლა? ძალიან გამიხარ და გეოდებოდეთ, ესე იგი ვისხებთ გადაღებას, მე ამდენი დრო არ მაქვს, დავიწყეთ, ლაშა გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა ლაშა, როგორ ხარ? ძალიან კარგად გამოიყურები. ლაშა ეს ვინ არის? ეს ოპერატორია ნუკრი გავაშელი. ნუკრი გავაშელი, სიამოვნოა. ნუკრი გავაშელი, როგორ არის მამა შენი? ეს ყოფილი ისე ეკრუდა ხდავ ბატონო? თქვენ მიხარ. მე ვარ რეჟისორი პაატა ფერაძე ნუკრი. უკაცრავად. მაგრამ არასდროს არ გამიგონია თქვენი სახელი და გვარი. მართლა, რას მე ხო ყოველდღე ნუკრი გავაშელი მისვას. ხოდიში ნუკრი ერთი წუთი. ლაშა რა ხდება ხა ბოლო გინდა თუ რეკლამის გადაღება კაფეტერიაზე? კი, როგორ არა, პაატა, როგორ არა. ხო, მაშინ დამაცადე ერთი წუთი რა ხო შეიძლება არა? ხო, დამაცადე ერთი წუთი. ესე იგი, ფერები, ხო ხდები ლაშა, იცი რა არის, მე ხო ფერაძე ვარ, მე ვარ პაატა ფერაძე და იცი რა ფერებზე მაგართულება და ფერები არ მომწონს, ხდები შენ ხარ ასე გეუბნები და მოდი, მოპირდაპირ მხარეს რო კაფეტერია, იქ ხო არ გადავიდეთ. და თუ გადავალ, მაგრამ გადავიღოთ, რა შეიძლება? შენ რა გენაგულება, ჩემი პრესტიჟი დევს სასწორზე, ეგრე არა ლაშა, ერთი წუთი ხა დამაცადე. მოემზადეთ ყველანი, ვიწყებ გადაღებას. ის კი არა. და ეს ვინ არის? ეს ვინ არის? რეჟისორია ნუ მიაქცევ ყურადღებას. რა კარგოს უყურე დავიწყებ გადაღებას, უნდა ხაშო მოემზადეთ. ლაშა და კამერიანო ბიჭო, მოდი აქ. მოდი აქ, შენ გომეთ ხო? მომისმინე ხა, ის რა უნდა გითხრა? მე რაღაცას გეტყვი და მომისმინე ხა და ის გააკეთე. არა, მე რასაც გეტყვი, იმას მოусმინე და ის გააკეთე. რა ლაშა, მე რაღაცას ვეტყვი და იმას გააკეთე. არა, მე რასაც ვეტყვი, მე მგონი მე რასაც ვეტყვი. კარგი უთხარი მიდი, უთხარი. ეხლა ეს რაღაცას რა სისულელებს გეტყვის არ დაუჯერო ის. აბა შეყურე ეხლა რა. ლაშა. თქვენ ისა ნუკრი ხო გასაგებია თავის თავად ნუკრი კამერა ჩართულია ხო მაჩვენეთ კამერა ხო ჩართული ხო მაინც მაჩვენე აბა გასაგებია კარგი მოკლედ ვიწყებ გადაღებას მზადობთ ხო ყველაფერი გზია ტექსტ გავეცანი ძალიან საინტერესოა პერსონაჟი ყველაფერი დავიწყეთ ლაშა საიდან ვიწყებთ ვაშა კლავი მჭირდება რა აი ვიღაცამ ხომ უნდა ჩაიწეროს რომელი დუბლერი რომელი კადრი არა კი ბატონო რა პრობლემა მაგასაც შევითავზე ნუკრი რა პრობლემაა ხა აქ არ ვარ ისთვის მომეცი კლაპი სად არის აბა გასაგებია ზადღათ ხო? ესე იგი სენაპირველი ლაშა. ხარ? კი. ხო, სენაპირველი დუბლი პირველი. ვაიმე თითი. ამენდეს რაღაც კლაპია თუ რაღაც მაიმუნობა ამის გარეშე გავაკეთე. ჭირდება. ხო, კარგი, ხო. სენაპირველი დუბლი პირველი. დავიწყეთ. ლაშა. დავიდა, გისმენთ. ხო, ლაშა იწყებს. კი ბატონო, ლაშა იწყებს. ლაშა.
წავიდა. კაფეტერია ჟოზე გეპატიჟებათ უგემრიელეს ნამცხრებზე მოვუძანდით და შეიგრძენეთ ჟოზეს უგემრიელესი ნამცხრების გემო. ის აუცილებლად გაიღიმე. ისა ქალბატონ ნუნუკა. გასაგებია ხო? კი ბატონო მაგრამ. თავიდან დავიწყე. თავიდან. მოემზადეთ ვიწყებ თავიდან. წავიდა. კაფეტერია ჟოზე გეპატიჟებათ უგემრიელეს ნამცხრებზე მოვუძანდით და იგემეთ. რა ხდება რა? ქალბატონო თქვენ ჩან ხართ. ეს კამერა მე დამყვება თუ რა არის? რა ერთი წუთი რა. ქალბატონო შეიძლება რაც დავიწყე დავანთოროთ ბოლომდე ერთი წუთი თუ რა ხდება ახლა ვერ გავიგე. კი ბატონო. ხო ერთი წუთი მოემზადეთ მე სულ რა არის ახლა ბოლოს აღარ მასწავლებელი. დავიწყე. ზადოთ. რა არის ხა ზამთარაზე მზადხარ ხო შენ ხო ყველაფერი ხო კაი გასაგებია. მოემზადე ლაშა წავიდა კიდევ ერთხელ. ის საინტერესო გვარია ეს გაბაშვილი. კაფეტერია ჟოზე გეპატიჟებათ უგემრიელეს ნამცხრებზე. სტოპ. რა იყო რა ხდება ეს რა არის მაგიდაზე? რა ვიცი რა არის მაგიდაზე ეს? აიმე. რა არის? ჩემი ინტერესია იყო სულ გამოჩნდება ტელევიზორში. უნდა ბოლო კადრში გამოვაჩინოთ უფრო ეფექტური იქნება, ეხლა არ გვინდა. ქალბატონ ნუნუკა თუ შეიძლება რამე ადგილი ამოიჩემეთ და დავძანდი ძალიან მთხოთ კარგი. დავძანდი სადმე რა. დავძანდი. კი ბატონო მზადოთ ყველანი? სახვაშვილი მზად ხარ სახვაშვილი? გასაგებია დავიწყეთ. ლაშა წავიდა. კაფეტერია ჟოზე გეპატიჟებათ უგემრიელეს ნამცხრებზე. სტოპ. არჯერა, მატყუებ, რატო მატყუებ? ყალბია ლაშა, ყალბია ეხლა რასაც შენაკეთებ. თავიდან კიდევ ერთხელ თავიდან. მიდი. წავიდა კიდევ ერთხელ თავიდან. ქალბატონო ნუკა თუ შეიძლება ერთ წუთი ყურადღებით, თეკლა ყურადღებით, ხუთაშვილი მოემზადე. ხო. აბა ლაშა, იგრძელი ყველაფერი თითის სვერებზე შენი ეს სამყარო ყველა. კაფეტერია ჟოზე გეპატიჟებათ უგემრიელეს ნამცხრებზე მოვუძანდით იგემეთ და შეიგრძენეთ. სტოპ. მე შეგითხარით, ეხლა ნუ მატყუებ მეთქი და მოდიხარ კიდე თვალებში მიყურებ მატყუებ. თავიდან ლაშა, არ ვარგა. კიდევ ერთხელ ძალიან მთხო. კიდევ ერთხელ შეიყვანეთ თითოეული კრემი, თითოეული ნამცხვარი, თითოეული ჩანგალი, მაინც ფრთხილად გადი ხო? არავინ ვარ დაკინავს. ძალიან კარგია რომ არავინ არ შეგვამჩნია. ხო. კაჯაიები გვერდით სადარბაზოში ცხოვრობენ, ხო? ჩემი მეგობარი გაიცანი ელენე, ნინო. მაკა? ხო. მაკა, ნინო, ეს სახელები მეშლება ერთმანეთში ძალიან. არ მითხა ლაშა ეხლა ეს ჩემი ნათესავიო, ხო? შორეული ნათესავი. ესე გაგიხმება შენ ეს თავი. ლაშა ვიძია. გასაკეთებდით. ეს სკოლაში არ მიდის? არა თქო უთხარი. ნიკა მიდი შენ იქით დაჯექი. ხო, უთხარი ბავშვს, ხო, უთხარი რასაკეთებდი? ხო, ლაშა რასაკეთებდი? ძალიან მაინტერესებს, უთხარი რასაკეთებდი? ხო, თქვი, რასაკეთებდი? რას? მოიცა ელენე, შენ ვერ ხვდები რას ვაკეთებდი? ლაშა, ეხლა იცი მე შენ რას გეტყვი? ერთი წუთით. და მეც ვის? გაგეცილებ ხო? აი, დაგირეკავ მე. დროებით დაგირეკავ თუ გადავრჩი. დაიწყეთ. არა, ლაშა, როგორ არ გწვენი? ნიკა ადი ოთახში და აბა, როგორც იმ პირობით თუ ლეკს მიყიდით. ნიკა, ხო გითხარი, კორპუსის ბინაში ძაღლი არ შეიძლება. მიდი. კარგით რა, ლაშა ბიძას ტიტოლი ქალების მოყვანა თუ შეიძლება ჩვენს. ლეკს მოყვანა რატო არ შეიძლება? რა ლაშა, როგორ არ გწვენი? რა მაგალითს აიღებს ნიკა შენგან რომ გაიზრდება? რა მაგალითს აიღებს რომ გაიზრდება? მადლობას მეტყვის. არა, ჩვენ სახლში რომ არ ვიქნებით, მაშინ ერთი წუთი მართლა, ეხლა ერთი წუთი. შენ და ნიკა. დედაშენთან დარჩენას არ აპირებდით დღეს? ვაპირებდი? მერე
რა მერე? გადავაპირე. ბოდიში რომ საკუთარ სახლში მოვიდომე დაძინება ბოდიში, ლაშა. გადააპირე? ხო. აჰა. ნუ თუ გადააპირე, მე რა შუაში ვარ, ვერ გავი. ელენე დაამთავრე შენ? კი. ეხლა მე ვეტყვი. აი ამდენ ხას ვზივარ ამ ხელა ქალი ჩუმად და გისმენ. ლაშა როგორ აღწხვენია? როგორ აღწხვენია ლაშა ეს როგორ გამეკეთე? როგორ აღწხვენია ლაშა? ისი უნდა შემწყვეს ეს პრინციპში. რისი და ამ ხელა ქალი ვარ, არ აღწხვენია? მე რა ამ ხელა ქალი ხარ? რა ამ ხელა ქალი რო ხარ თქვენ რა მე მაგიტო აღარ უნდა მე რა არ უნდა? რა არ უნდა მითხარი რა არ უნდა? რა არ უნდა მითხარი დაამთავრე რა არ უნდა? რა ხო კარგი ხარ მწვენია და ვერ ვამბობ ხო? ახ, ეს რა გამიგეთეს რა. ახ, ეს რა გამიგეთეს რა. ოხრა დღეში ვარ. რა მოხდა პაატა? არიცი რა მოხდა. რომ არ ვიცი, იმიტომ გეკითხები რა მოხდა. რა მოხდა და ჩემს მოგერად, ნუ აიყვანეთ სამსახურში მე კიდე უარით გავამიშვი და ეს მოხდა. ვითომ არიცი ახლა რა მოხდა? ვინ ცოდნია. კარგი რა, ხომ აგიხსენ. კარგი, ეხლა არაფრის ახსნა არ მჭირდება, არაფრის ახსნა არ მჭირდება რა. მე შენ სამსახურში არ ამიყვანე, მე კიდე შენი გულისთვის მდინარეში გადავხდი. მდინარეში არა, რუში. რაც არის? თან გადავხდი კი არა, ჩავარდი. და ჩემ გამოკია რა ბაყაყს მისდევდი და იმით. კარგი რა თეკლარა. მე ვისთვის მინდოდა ის ბაყაყი შენთვის არ მინდოდა, აჰა? რითი ჯობია ერთ? რითი ჯობია? ნუ გეკითხები მე რითი ჯობია? ნუ რითი ჯობია? ასაკით. კიდე? წონით, მონდომებით. მართლა როდესაც დო მამაშენს? რა, კარგი რა, რადგინა მუშაობა, იცი რა მოსაწყენია პატა. სამსახური სახლი, მოსაწყენია ძა. და ის არ არის მოსაწყენი სახლი, ეგ არის მოსაწყენი, ჰა? კვერცხები მაძლებინებს თორე. რა ვიცი მე რა დღეში ვიქნებოდი, თავს მოვიკლავდი ალბათ, რა ვიცი. კარგი რა, ხო იცი როგორ მიყვარხარ და ჩემი და შენი ურთიერთობა ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. პატა, მართლა არ მეგონა ესე თუ გეწყინებოდა. აუ იცი რა არის, ნერვებს მიშლი რა, იმიტომ რომ სპეციალურად მოდიხარ და მეუბნები ისეთ რაღაცეებს, რომ ვიცი მე რომ შეირიგდები უცბად და არ გეჩხუბები და მე უნდა მოხვიდე რა ჩაგეხუტვა ეს ნამუსო. აშა, ამ ამბავს მთელ უბანს მოვდებ. მოდით მე თელობას რა მოხდა ახლა მეგობარი გოგო მყავდა ოჯახში ჩუმად დაპატიჟებული რა ჩუმად ლაშა ეგ არაფერი მაგრამ მე რო გავაფორმებ სხვანაირად და მოყვები უბანში თავი აღარ გამოგეყოფა აი მე ერთი სიტყვით ლაშა ეგეთი უმსგავსო საქციელი მეორედ არ ვნახო ამ ოჯახში რომ შენ გააკეთო ლაშა ნუ შემაძურებ ამ ოჯახში შემოსვლას აი იტოდე ჩემი ფეხი აღარ იქნება ამ ოჯახში